ეუთოოდირი 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებისა და ამ დღეს გამართული საპროტესტო შეკრების შესახებ განცხადებას ავრცელებს. ტექსტში ვკითხულობთ, რომ დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული გარემოს სწრაფი გაუარესების ფონზე ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებებს. რაც შეეხება არჩევნებს, ეუთოოდირი წუხს, რომ ოცნების მიერ დაგვიანებით გაგზავნილი მოწვევის გამო აღარ დარჩა დრო პროცესზე სანდო და შინაარსიანი დაკვირვებისთვის. შეშფოთებას გამოთქვამთ საქართველოში ბოლო ადგილობრივი არჩევნების შემდეგ ძალადობრივი საპროტესტო აქციების გამო. საქართველოს აიღო ვალდებულება პატივის სცეს და დაიცვა შეკრების თავისუფლება საერთაშორისო და ეუთოს წინაშე ადამიანის უფლებების ვალდებულებების შესაბამისად. ბოლო თვეებში მშვიდობიანი მომიტინგეების, ადამიანის უფლებათა დამცველებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავება შეკრებებში მშვიდობიანი მონაწილეობისთვის დიდი ჯარიმების დაკისრებასთან ერთად ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს. სამართალდამცავებმა თავი უნდა არიდონ ძალის გამოყენება საჯარო შეკრებების დროს და ხელი შეუწყონ მათ დიალოგის და კომუნიკაციის გზით. ყველა შემთხვევაში თუ ძალა გამოიყენება, ის ყოველთვის უნდა იყოს კანონის შესაბამისად. ჩვენ ასევე კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ სინანულს, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ ადგილობრივ არჩევნებზე დამკვირვებლების მოწვევა არჩევნების დღემდე ერთ თვეზე ნაკლები დროით ადრე გაიგზავნა, რაც არასაკმარის დროს ტოვებდა სანდო და შინაარსიანი დაკვირვებისთვის ოდირის დადგენილი მეთოდოლოგიის შესაბამისად. ამან ქვეყნის მოქალაქეებსა და ინსტიტუტებს მიუკერძოებელი, გამჭვირვალე და ყოვლისმომცველი შეფასების საშუალება არ მისცა. ეუთოოდირის განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი მზად არიან ითანამშრომლონ საქართველოსთან და მხარი დაუჭირონ ქვეყანას ეუთოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებაში კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების მიმართულებით.